მე ვარ ზებურ მაკარათა 11 წლის. სწავლობ 25 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა ფეხბურთის თამაში. უკვე 2 წელია ვთამაშობ ვესტ ჯორჯიაში. მახსოვს პირველი დღე ვესტ ჯორჯიაში რომ მივედი. არავის არ ვიცნობდი და ნერვიულობდი. ჯერ ბავშვები გავიცანი და მე მწვრთნელები. ძალიან მომეწონა სიტუაცია და ბევრთან დავმეგობრდი. მე ვთამაშობ მარცხენა თავდამსხმელის პოზიციაზე. ცოტა ხანი ვთამაშობ დაცვაში და ისევ შეტევაში დავუბრუნდი. მოედანი ჩემი მთავარი მოვალეობაა სწრაფი კონტრშეტევის წამოწყება. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია ვინისიუსი და ჩემი საყვარელი გუნდია რეალ მადრიდი. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისებაა დრიბლინგი. გამოსასწორებელი მაქვს ზუსტი დარტყმა. უკვე მქონდათ 15 შეჯიბრება. ყველაზე კარგად მახსოვდა ჩემი პირველი თამაში, რადგან იმ თამაშში გავიტანე 5 გოლი. ჩემს კარიერაში გატანილი მაქვს 300-ზე მეტი გოლი. მაგრამ ეს არის ბაღში, უბანში და ვესტ ჯორჯიაში. 1 გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. დაცვაში ვიდექი, მაგრამ 3-4 კაცი მოატყუე, პასი აღარ გამიკეთებია, კიდევ 1 კაცი მოატყუე, წავედი შეტევაში და გოლი გავიტანე. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებთ 11 ნომრით. ჩემი საფეხბურთო კარიერა ასეთი წარმომიდგენია. თამაშს დავიწყებდი დინამოში, გადავიდოდი დინამო თბილისში, იქედან პორტუსის დინამოში, შემდეგ გადავიდოდი ნაპოლში, მე შემდეგ რეალ მადრიდში, ბარსელონაში და კარიერას დავამთავრებდი ვესტ ჯორჯიაში. მე ფეხბურთის თამაშს ვაპირებ 53 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ გავხდები ბიზნესმენი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი კალათბურთელი. უფრო პატარა ვიყავი, მინდოდა გამოსულიყავი სონიკისავით სწრაფი. ახლა მინდა ვიყო 15 წლის ასაკში, იმიტომ რომ ვითამაშო დიდ ვესტ ჯორჯიელებთან ერთად და ბევრ თამაშებზე გავიდე. ჩემი სკოლა მიყვარს, იმიტომ რომ კარგი კლასელები და კარგი მასწავლებლები მყავს. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ბაჩი ზურმანიძე. ყველაზე ჭკვიანია ლუკა ბასანიძე. გოგოებიდან ლუცა კახიძე. ყველაზე ცელქია ლუკა ბულქვაძე. მე ვარ ყველაზე ნიჭიერი და სიმპათიური. შეყვარებული იმიტომ არ მყავს, რომ ჩემი მოსაწონი გოგო ჯერ არ დაბადებულა. ცოლს მოუყვა, როცა ვიქნები 24 წლის. შვილებს დავარქმევ ვაკოს და ბარბარეს. ჩემ ცოლს დავარქმევ ვიკას. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია თემური ბასილაძე. იმიტომ რომ მხიარულია, არ არის მყვირალა, ყოველთვის გვახალისებს, ყოველთვის გვათამაშებს. ფეხბურთი ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი არის ჩემი მამიკო. მამიკო არის ჩემსავით სიმპათიური, მხიარული, ყოველთვის ბავშვები დავყავართ ყველგან სადაც გვინდა და არ გვიყვირის არასდროს. მე მყავს 1 და და 1 ძმა. კიდე მინდა მყავდეს 1 ძმა ისევ და 1 და. ჩემი ძმა არის 3 წლის და ქვია დანიელი. ის არის მხიარული და ცელქი. ჩემი აზრით დანიელი რო გაიზრდება გამოვა ფეხბურთელი. ფეხბურთი უყვარს ძალიან. და არის 2 წლის და ქვია მილა. მილა არის სასაცილო ჭკვიანი და ბრანჭია. ის ალბათ გამოვა ფრენბურთელი. დედიკო არის ლამაზი, მომხიბლელი და ჭკვიანი. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია ვეფხის ტყაოსანი. ძალიან მინდა რომ ეს წიგნი იყოს ჩემი დაწერილი. მე ასევე მიყვარს ანიმეების ყურება და ჩემი საყვარელი ანიმეა ნარუტო. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი ნარუტო. მედოცნური ჯოხი რომ მქონდეს, ჩემი ძმა იქნებოდა ჩემი საყვარელი ფეხბურთელი ვინისიუსი. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ბრაზილიაში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა, ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში. მე კოსმოსში გავფრინდებოდი ლიონელ მესისთან ერთად. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას, რა არის მისი ოცნების საჩუქარი. მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია PlayStation 5. ბედნიერება არის ის, რომ 200,000-ზე მეტი ადამიანი რომ გიყურებს და რომ იტანს 60 გოლს დიდ სტადიონზე. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.